იქეთ გავაკეთე შეჩემა და დღეს ხვალ დავდებ ვიდეოს, რაც შენ ოთახში ვიპოვე ბილეთები ძველი საფეხბურთო მატჩების, მაგრამ მანამდე დავდებდი რაღაცებს, სხვა რაღაცებს გადავიღებდი, შეჩემა კომპიუტერს დედა მოეტყნა. ჩემმა მეგობარმა გამიფუშა კომპიუტერი შეჩემა. რაღაციებს. დაშალა და ვეღარ აწყო შეჩემა და კომპიუტერი არ მქონდა ერთი კვირა მაგის გამო და წამეშალა რაღაცეები. ყველაზე თესლია მეკითხა. ანუ აწყო, მაგრამ აღარ მუშაობდა შეჩემა. და აწყობი დააწყობა დედა მოეტყნა კომპიუტერთან დაშალა თავისინებით შეჩემა. არ კიდე მეთქი და არა გავწმინდოთო და რო აწყო აღარ ჩაირთო შეჩემა. კომპიუტერი გამიფუშდა რაღაცას ვერ აკეთებდა. გამახსენე მაგ რაღაც კითხვა მე. გუნდიშას ეცინება უკვე. კომპიუტერი გამიფუშდა და ჩვენ ერთი ახლობელი კომპიუტერის სფეროში იყო თუ რაღაცა და ანუ კომპიუტერი ირთვებოდა რა რაღაც დონეზე და რაღაცა ჭირდა რა და მოვიდა დაშალა აწყო და მე და გუნდი შევხურებდი სცენას როტაშიც არის დაწებული მომენტია ხა ეს კომპიუტერი რასაც და მიაჭირა და აღარ ჩაირთო რავი აპრენილი და გუნდიშას გავხედე და დედას ფიცავარ მერდებს არ უყენებან რაღაც მანამდე ტესტავ რა ჩართული. რომ მიაჭირა, აი, მიაჭირა თუ არა, გუნდიშას გავხედე და ანუ ცუდად იყო და ბიჭო, ისე თუ ხერხული სიტუაცია რომ აი ამაზე რომ აგვიტყდა ეს სიცილი, ანუ აი გამოვხედა და გუნდიშო ეზოში გაიხედა ვიღაცას აგინებ რა საკეთებ ანუ აი პროსტ ისე თუ ხერხულში ჩავარდით რომ აი მთელი ეს კომპიუტერი და აი მაიგ გამახსენდა ბიჭო ამ რა აწყო აუ მე ხერხულზე რა გამახსენდა იცი ძალიან სტრანდი ისე რატო გამახსენდა ეგ არ ვიცი და შელა თუ აწყო ის არ იცოდა ლიფტში შევედით ერთხელ ჩემთან სახლში დოლიძე პატარები ვართ ალბათ 19-18 წლის და მე თენგო და კიდე ერთ ჩვენს მაკაცი და ბიჭო შევედით მე შე სართულზე ცხოვრობდი იქ და გამოვედით სახლიდან სადაც მივდივართ ჩემთან იყვნენ ლიფტი მოვიდა შევედე ქალი დგას ბიჭო ხელში ბიჭოს ხაჭაპური თუ რაღაცა რა ლიფტში და შევედით და დავდეკით და მივაჭირე და დგავარ და ესე გავხედე ხო იცი რა უნდა გააკეთო ლიფტში შეჭო ქალი დგას ვიღაცა ხაჭაპურით და ჩვენ სამი ტიპი შევედით პატარა ლიფტია და დიდი ლიფტი არა მაგრამ დგავართ და ესე აი რა უნდა ქნა შევე გავხედე თენგოს უყურებ და იმას უცებ ნესტოები გაებერა აი პროსტა რა და თენგოს ეს ციცილის გამო მოგდის ხო იცი ეს რაღაც ნესტოები და მეც ცოტა ეგეთი რაღაც მომივიდა და იმან მე რაღაცინებ შეჩემა ოღონდ სიცილი თქვა უკვე და მე ამიტყდა ამას სიცილი და მესამეც მაგაც ვინც იყო იმასაც სიცილია უთყდა და ეს სამი კაცი ვიცინით ყლებივით შეჩემა ეს ქალი ხაჭა სიტუაცია წარსა გაგეცინა ხო შეჩემა ანუ იმის ეთყობა ის იყო რომ აი პანაშვიძე რო შედიხარ ხო იცი წრეზე რომ არ უნდა გაიცინო და მანდროშება გაგეცინოს აი ეგეთი პონტი იყო რომ ქალი იდგა ხაჭ ვიღაც უსხოთან იდგა ხაჭაპურებით შეჩემა შუა ლიფტში და არა პროსტა შევხედე სახეზე და იმას რომ ნიმიკა რო შევატყო პატარა სიცილისკენ მიმავალი მე რო ცოტა ჩამეცინა და იმან რაღაცინებს შეჩემაო და სიცილი რო უთხრა მეც ხარხარი ამიტყვა მესამე ტიპს ხარხარი რო უთხრა მე რო მივხვდით სიტუაციის სიგიჟეს იმ ქალის გამოსახედიდან პროსტა რაში აღმოჩნდა შეჩემა ლიფტში იდგა და სამი ტიპი შემოვიდა და კლეებით უბიზოს ტიცინია შეჩემა პროსტა გიჟდებ ჩი ლიფტი ძალიან მურტალი ადგილია მაგამ ბავშვი ჰა არა ბიჭო ამოწეულები ანუ არ გვეთყობოდა არაფერი რა მე რომ მივხვდი რამდენად უხერხული სიტუაცია იყო მე ვაფშე ვეღარ ჩერდებოდი უკვე რა საერთოდ არ გავჩერდი ხო და ეს ჩემ მეგობარი ეხლა მთელი ისტორიის რამდენი რაღაც დევ შენაც შემხარეს რა ჩადე ხოლმე აი ეს ეს ანდერსონიო და რაღაცა სიმეტრიაზე რაღაც უნდა მეთქვა კიდე სხვა და ამოვიწყდა თო რატო დაშალეთ კომპიუტერი რამე ჭირდა კომპიუტერი არა შეჩემა არაფერი გაწმიდეთ ოთახიდან გადმომქონდა სხვა ოთახში ერთ ოთახიდან მეორე იმ ოთახში რაღაცა რემონტივით მაქვს და გადამქონდა სხვა ოთახში და ამ გადატანისას შეჩემა და დაშალა უცებ ამან. ეს და მეგობარია რომელიც თბილისელი არ არის. ჩამოსული იყო რაღაცების ყიდვა უნდა და იმის კომპიუტერს აწყობდა თავისთვის შეჩემა. ჩემთან მოგაცალა ნაწილი შეჩემა. არა. მე დავიტოვე, ჩემთან დარჩა და ტიპმა იმას დაიწყო დაშა მე გაანებე თავი ნუშლი რა არ მინდა შეჩემა. აყლის დაიკიდა არა. გავწმინდოთ რაღაცა. დაშალა აწყო უკან და კომპიუტერი დედა მოეტყნა აღარ ჩაირთო შეჩემა და მე ეს ხუთი ამას მოყვა ისო ამ კომპიუტერი თავის აწყვა წავიდა მე დავჭერ ყლესავით ჩემი ძმაკაცი მოდიოდა მე რომელიც ერკვევა და 1-3-4 რაღაცები ეჩაიჭა ღამეებს გათენებებით და ამბებით იმიტომ რომ ხელ მოდიოდა ვერაფერი მე გადავაყენეთ Windows საბოლოოდ ანუ იქამდე მივედი ის რაღაცები გავაკეთე და Windows გადავაყენე ბოლოს დღემდე არ ვიცი ამოხდა რა დაემართა ჩაირთო ეხლა ნუ მუშაობს ხო მაგრამ თავარი ეხლა Windows-ო გადავაყენეთ რაღაცები ხო წამეშალა ეხლა ასნე
დიდი არაფერი ხარ რაღაცები ცეზე ოპერაცია. ყველაზე თავი რა დავკარგე იცი? და არ ვიცი რანაირად მოხდა ეგა, იმიტომ რომ Steam-ზე cloud-ი ინახავს ხოლმე save-ებს და ამ თამაშს არაა კეთვა მაინც და მაინც შეჩება. Red Dead Redemption-ის save-ი შეჩება. ხო დახურე. არა. 80 რაღაც პროცენტზე ვიღა. ნუ მეტის ღირსი ხარ. 3 წელი რო შეჩემა ელოდები, როდი 4 წელი, 5 წელი. 2020 ყველაზე კაი ბოლო მისიაა შეჩემა მან. ჰა? Red Dead-ში. Marston-ით? ხო. Marston-ით არის ყველაზე კაი. ხო. მე კი ვიფიქრე აღარ ვითამაშებ თქო შეჩემა ისედაც ბოლოს ყველაზე თესლობა ბოლოსაა შეჩემა. მან ირთვება მე მგონი პირველი დედის საუნდტრეკი ირთვება თან თუ რაღაცა და აი ძალიან აა ხო და ეს საუნდტრეკი ძალიან თესლია. ხო არ თქო ბიჭო მე გული და შეჩემა ვიფიქრე რომ კაი და ხა YouTube-ზე ვნახავ როგორ მთავრდება თქო. ბიჭო ან ნახე კაცო ანუ სინემა ანუ კარგად არის რა რაღაცა რო ადიხარ თაში თუ რაღაცა ძალიან კარგად არის. თაში ადიხარ? ხო. ჯაფარამ რო დახურა შენ რედეც აღარ ითამაშებო და ბოლო მისია მანახა ნახე რა მაგაი ხო ძალიან თესლობაო და ვა მეთქი მაგრამ საკაიფოდ გაკეთებული იყო დამეთავრებინა რა ბიჭო არ მეგონა რომ წაიშლებოდა თან შეჩემა ანუ Steam-ზე ინახავსო ფაილებს მაგალითად რაღაც თამაშები რო იმას ვქენი თან ისინი შევინახე Steam library-ში რაც ქონდა რაღაცები შევინახე მაინც ეგენი რა და ის იყო კაი რაკონში იყო იცი რომ ეხლა გადმოვიტანე ინსტალი აღარ დაჭირდა კომ თამაშებს რაც ჩაწერილი მქონდა ისედაც просто validate-ი გააკეთა თუ რაღაცა და ეგრევე დააყენა აი 70-80 გიგაბაიტიანი თამაში ეგრევე დააყენა რა 2 წუთში მაგრამ ისა აქვს რა ყველას რა cloud-ი შეჩემა და cloud-ზე ინახავს იმას saves და ამის ეთყობა კომპიუტერში შეინახა C-ზე სადღაც რა და შემიყლა არ არის. დავამთავრე. გვეყოფა, კაი. რედეც რა დავამთავრე. ეხა კიდევ უფრო მეტად გამიწვა, კაი თუ ყოფილას. ბოლო მისია კაია. შეჩემა ამის დედამო, იმდენი ხანი მაწველინეს ეს ძროხა შეჩემა. ძალიან მეტის ღირს, ძალიან. ნეირო მაგროვებინეს და რაღაცა. ძალიან მიხარია, რომ წაგიშალა ექსები. იმიტომ რომ უნდა მიიყვანო საქმე ბოლომდე რაღაცასო იტყვი. იმიტომ რომ ის იქნება მე რაც ჭირს. შენ დიეტას დაჯექი? პროკრასტინაციაო თუ პროკლამაციაო რა იყო? პროკლამაცია. პროკლასტინაციაო თუ რაღაცა შენ ჭირს თურმე, იმიტომ რომ ბოლომდე არ მიიყვანე საქმე. რა შეეხება დღევანდელ გადაცემას სტეიკი ჭამე. დაბრუნდა ორშაბათობა. მე ვისაუბროთ ეგ ორშაბათობა დაბრუნდა მეგობრებო. შეჭამდი უეჭეთ კაი სტეიქს გაიყლიზირებდი ალბათ. რა შეეხება